ჩემი პირველი ჯინსები მამაჩემ ჩამომიტანა გამეც მეცვა. ის თავისუფლება ისეთი მაგარი აღმოჩნდა, რომ დღემდე იმით ვსუნთქავ. აუცილებელი რიტუალი ქონა, ღომი და ხარჩო. ხო, აი ეხლა ჟოატელმა დამე, აი ვაიმე დამა 3-20 წუთია დავიღუპეთ. ესე დამეძინა ღამე იმის ძილ. ფიქრით რომ სოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი ფეხბურთში. არ მოვიდგინე ზესტაფონიდან ვლადივოსტოკში სექსის გულისო წახვათ, რომ გადმოვიღებ მეთქი რუსულ წიგნებს და ჩავიტან ეზოში. და ბავშვების თვალწინ დავწოვ ესეთი ფაშინელება მოვიფიქრე. მართლა ამდენი უსამართლობა აღარ უნდა დამტავდეს ამ ქვეყანაში. ტყული და უსამართლობა, ალილო. არაფერი ამის სანაცვლოდ, აი არაფერი სიყვარულის გარდა, როგორც რეზო გაბრიაძე იტყოდა. ეს არის გადაღებული ბორჯომში და მახსოვს ეს ვარ 5 წლის და მივდივარ აი ზაფხულია როცა უნდა წავიდე სკოლაში და არ ვიცი ხა ამ ფოტოზე გახარებული ვარ და რატო ვარ გახარებული არ ვიცი. ნუ შეიძლება იმიტომ რომ 4-ვენი ერთად ვარ დედაჩემი, მამაჩემიც და ჩემი და ხათუნაც და ჯერ პატარა ვარ და ლაღი და მივდივარ სკოლაში. მახსოვს კიდე იმით რომ აქ გავიცანი ამ ზაფხულზე სკოლაში წასვლამდე ჩემი კლასელი და მეგობარი ლაშა ფხაკაძე. ეს მახსოვს. და აი აქ ხო ხედავთ ეს ბორჯომის პარკშია გადაღებული, იქვე იყო თეატრი, ღია თეატრი და აი ამ საღამოს აღმოჩნდით მე სპექტაკლზე სადაც ესე იგი ერთი ადამიანი ქმნიდა თეატრს. უჩვეულო სანახაობა იყო, ეს არ მქონდა მანამდე ნანახი, დეჩებს დავყავდი ხოლმე ან მუსკომედიაში თბილისში, ან ოპერაში. ნუ ოპერა არ მომწონდა, მაგრამ თუ მაწუხებდა ეს ხალხი რომ ღეროდა და ხელს მიშოდა ძილში, მაგრამ აქ აღმოაჩინე თენგის ჩანტლაძე, ასეთი ადამიანი ბორჯომის ღია, ესე პარკში, ბორჯომის ეგრეთ წოდებულ პარკში იყო ღია თეატრი და იქ გამოდიოდა ერთი კაცი, ანუ ეს ძალიან მიკვირდა რომ ერთი ადამიანის თეატრი ნანახი არ მქონდა და ძალიან ბევრს იცინოდა ხალხი და მეც მეღინებოდა ეს მახსოვს. დედას უყვარდა თეატრები? კი, დედაჩემს ძალიან უყვარდა, ხო, დედაჩემს დავყავდი. რო პატარა იყავით, მაშინ დედა როგორ იყო? დედაჩემს აი იყო ისა, ხო, თეატრი და ოპერა, სულ დავყავდით მე და ჩემი და ხათუნა, სულ დავყავდით ისა სპექტაკლებზე სხვადასხვა თეატრებში რა. უყვარდა ეს ნამდვილად მახსოვს, რომ ძალიან, ნუ სხვა შორის წიგნებიც, აი არაფერს არ მაძალებდნენ სხვათა შორის, არაფერს არ მაძალებდნენ. არც კითხვას, იმიტომ რომ რატომღაც მე თვითონ შევიყვარე კითხვა, როგორც წესი ბავშვის ხოლმე შეუნება უნდა წაიკითხო და მე ასეთი რამე დამემართა, რომ აი ნებისმიერი წიგნი რო აიღოთ სახელმძღვანელო სკოლის, ყველა წიგნში წერია, რომ ნებისმიერი ქართველის მწერალი იქნება პოეტი თუ მეცნიერი, მის ბიოგრაფიაში არის ასეთი ფრაზა, ყველას ბიოგრაფია. დედამ შეასწავლა წერა-კითხვა და დედამ ისა შეაყვარა წიგნი. მე მამაჩემმა წამიკითხა პირველი წიგნი. დედაჩემს არ წამოკითხა ჩემთვის. მამაჩემმა წამიკითხა ასტრიდ ლინდგრენი. გიჟდები ახლად. მაწანწალა რასმუსი ერქვა იმ წიგს. და ძალიან პატარა ვიყავი. ალბათ ამაზე პატარა ვიდრე ამ ბორჯომის ფოტოზე ვარ და რო წამიკითხა, მივხვდი რომ, ანუ კითხვა არ უცებ, მაგრამ მივხვდი რომ აი რაღაცა დიდ ჯადოსნურს შეეხები. აი მივხვდი რომ საოცრებაში მოვხვდი და ისე მომინდა ეს მახსოვს ის ღამე, ანუ ეს ჩამყვა ეთქობა, რომ მესწავლა მე თვითონ ისა ასოები და წამეკითხა და ძალიან სწრაფად ვისწავლე. ანუ სკოლამდე ვისწავლე. ასოები და დავიწყე კითხვა და მივხვდი რომ ეს არის, ეხლა ალბათ გაცნობიერებულად ვერ მივხვდი, მაგრამ ინტუიციით და რაღაცა ხო იცი ხო არსებობს მართლა ხო ცნობი რომ ეს არის სამყარო, რომლიდანაც მე ვერ გამოვახცევი და მართლაც ეს მოხდა. ამაზე აი სამყარო არ არსებობს. წიგზე კარგი აღმოჩენა, წიგზე კარგი გამოგონება, წიგზე კარგი ნარკოტიკი, წიგზე კარგი სიამოვნება, წიგზე კარგი თავგადასავალი და წიგზე ისა სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი არაფერი არ არის სამყაროში. არაფერი. ასე რომ ეს მამაჩემის დამსახურება და დედაჩემის, მაგრამ ნუ დედაჩემის დამსახურება ის რომ ძალიან უყვარდა სტუმრიანობა ჩვენთან რა და ანუ სულ ის იყო. მე ასე არ მიყვარდა. იმდენად არ მიყვარდა რომ დაბადების დღეც კი არ მიყვარდა, მაგრამ ჩვენ სახლში სულ მოდიოდა ისა, ანუ ყველას ეპატიჟებოდა ნომრები, მაშინ ხო ბლოკნოტები ჰქონდა ხოლმე. მე არ ურეკავდი ხოლმე. დედაჩემი ჩემი მეგობრებთან რეკავდა, ყველას პატიჟებდა სახლში. ამდენჯერ მივსვლა სახლში, დამხვედრია გასვლის უფრო ჩემი მეგობრები, მწვადები და ეს ღვინო და სიმღერები.
ნუ ეს ძალიან უყვარდა ეჩემს. ნუ ეჩემი მეგრელი იყო და ტრადიციული რიტუალი ჰქონდა. ბებიაჩემისგან ესე მემკვიდრეობით, იმიტომ რომ რადგან თბილისში ცხოვრობდა და ეხლა დედაჩემის თბილისში იყო დაბადა, მაგრამ ეთქობა ეს ევქარისტიული კავშირის აღდგენის მცდელობა იყო, ღომს ხარშავდნენ ისა ყოველ კვირა და აუცილებელი რიტუალი ჰქონდა, ღომი და ხარჩო. ანუ სამეგრელოს არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ სულ მოყავდა რომ სხვასაც გაეგო რა იყო ღომი და ხარჩო. ეს ფოტო არის ასე აი ვისაც ზედა ისა ჯინსები აცვია ეს არის დათო ბოსტოვანაშვილი ჩემი მეზობელი და მეგობარი იყო ბავშვობის ერთად ვიზდებოდით და ესე ზაფხული რომ მოდიოდა ხოლმე მას რაღაც ის მშობლებს რაღაც საგზურები ქონდათ ხოლმე ბანაკების ბავშვებისთვის ხო საბჭოთა კავშირის პატიმრებისთვისაც იყო ბანაკები და ბავშვებისთვისაც იყო ბანაკები და ნუ მიდიოდა ხოლმე მარტო არ მიდიოდა ხოლმე ყოველთვის ქონდა ორი საგზური ანუ მშობლებს მოქონდათ რომ ვიღაც წაეყვანა და სულ პატიჟებდა ხოლმე ხო ყოველთვის ვერ დავყვებოდი მაგრამ ორჯერ ვიყავი მასთან ერთად და ეს არის გადაღებული ცხვარი წამიაში და ესე იგი ეს იმიტომ მახსოვს ეს კარგად რომ მას ზედააცვია ესა ხედავ ჯინსები 78 წელი და მე მაცვია შარვალი ჯინსი სადაც ჩემი პირველი ჯინსები მამაჩემ ჩამომიტანა მოსკოვიდან მაშინ ხო იცით ახლა სამყარო ჩვენთვის შეზღუდული იყო ჯინსები იყო ბევრი ბავშვის აუხტენელი ოცნება და ესა წარმოუდგენელი იყო და ჩამომიტანა ესა მოსკოვიდან და იქ სწავლობდა თუ აღარ მახსოვს რატო იყო მაგრამ ჩამომიტანა და ამაყად მეცვა ეს ჯინსები სხვა შეიძლება ეს ჯინსები პირველ ჩამომიტანა ღამეც მეცვა იხეთი იშვიათობა იყო და ესეთი სიხარული იყო ჩემთვის აქ ვარ 12 წლის ხვარი წამიაში გადაღებული დათო აღარ არის ესა ბოსტოვანაშვილის ცოცხალი ნუ როგორც ბევრი მეგობარი სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დაუკარგეთ და დიდი მადლობა გახსოვთ თქვენი თავი ძალიან ადრეული ასაკიდან მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი რომ მეწყება მეხსიერება პირველი კადრი მახსოვს სხვადასხვა ოჰენრის მოთხრობას გავს ის ჩემი პირველი კადრი რაც მახსოვს თუ გახსოვთ ცნობილი მოთხრობა აქვს ფოთოლს რო ელოდება ისა და ეს მახსოვს ბაღში ველოდი დედას დედაჩემს და დაიგვიანა დედაჩემს სკოლაში მუშაობდა ანუ მას იმ დღეს დაიგვიანა ეს მახსოვს რომ ფანჯიდან უყურებდი შემოდგომა იყო და ფოთლები იყო ყვითელი და ცვიოდა და ესე დედაჩემის მოლოდინში ეს არის ძალიან მძიმე როგორც ჩანს ხო იცით იმის გამო რომ დედაჩემა დაიგვიანა იმიტომ დამახსოვდა ეს კადრი უყურებდი ეზოს როდის შემოვიდოდა ესა დედა და მაგიტომ აქედან იწყება ჩემი პირველი კადრი ეს არის მოლოდინის ნუ ძალიან პატარა ვიყავ ხო და ბავშვობის ყველაზე დიდი შიში ეგ არის რომ დედა წავა და აღარ მოვა მე მგონი იმ დღეს ვფიქრობდი საერთოდ სიკვდილზე პირველად რო გავიგე რო არსებობს მან გაჩნდა პირველი შიშიც რომ ჩემი მოკვდება ხო აი მანამდე არ მეში იმიტომ რომ სულ უნდა ხო სხვა შეიძლება ეგ რა საინტერესოა მეც ხო სულ დარდობდი რომ ესე იგი ხო აი რა უცნაური რამეა რომ მეც დარდობდი რომ ერთ-ერთი თავი დარდი ის მქონდა რომ არ მომკვდარიყავი აი სიკვდილის კერმეში რომ იმის მეშინოდა რომ დედაჩემზე ადრე ანუ დედაჩემისთვის არ მომკვდარიყავი და დედაჩემი რომ გარდაიცვალა ეს შიშიც მომეხსნა ანუ საერთოდ გამიქრა სიკვდილის შიში იმიტომ რომ თავი იყო რომ ესე დედაჩემს ეს დედაჩემი არ ყოფილიყო გარდაცვლილი შვილის დედა ხო აი დედაჩემი რომ გარდაიცვალა ამოვისმენთ ისე გამიმარტივა სიკვდილი მივხვდი რომ არაფერი აღარ არის სიკვდილი არაფერი აბსოლუტურად დედა რო აღარ არის ცოცხალი ეს არის ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან აი მარჯვნიდან ზის დათო ყიმსაძე იგივე კიტა მამუ კანანიაშვილი და ბადრი აფცეური და ეს ფოტო არის გადაღებული ვაკის პარკში იყო მოედანი საფეხბურთო ახლაც არის და იქაც თამაშობდით ხოლმე ბევრი ადგილი მქონდა სადაც თამაშობდით ხოლმე ფეხბურთს და ბევრს თამაშობდით ხო ის ეხანდელი ბავშვებისთვის სხვა სამყარო არსებობს და ბევრი დრო მიაქვს სულ სხვა თამაშებს და რა თქმა უნდა ხა მე არა ვარ ტექნოლოგიების განვითარების მოწინააღმდეგე და პირიქით იმის მომხრე ვარ რომ მაქსიმალურად კარგად და სწორად გამოვიყენოთ მაგრამ ნუ რაღაცა ბევრი მინუსიც აქვს პლუსთან ერთად რა რომ ჯერ ესეთი ადამიანებს არ აქვთ ცოცხლად პატარა ასაკიდანვე არ აქვთ ცოცხლად ურთიერთობის ისა დრო და საშუალება და უნარებსაც კარგავენ ძალიან ადვილად ამოსახსნელი ეს რატო ხდება რომ
ცოცხლად არ კონტაქტობ რა. ჩვენ სულ ქუჩაში ვიყავით. მე მახსოვს, აი დედაზე რომ მეკითხავ. დედაჩემის კივილის ხმა ჩვენ ქუჩაზე, სადაც მე გავიზარდე რაზმაძის ქუჩაზე. ახლა ვერ გაივლი ჯოჯოხეთია რა თქმა უნდა, სათამბჯენები ააშენეს, ისა კორპუსები ჩადგეს, თორე ფეხბურთს თამაშობდით, რომ დაბნელდებოდა. მე ჩვეულებრივ ხედავდი ბურთს და დედაჩემის ხმა მესმოდა, რომ შვილო ღამი არაფერი არ ჩანს და ბურთს როგორ დაძდებდო და სულ თამაშობდით, ანუ სულ ცოცხალი ურთიერთობა ქონდა. ეს არის მოკლედ ეს უკვე პატარები აღარა ვართ, მე მგონი მე-9 კლასში ვარ დაახლოებით თუ სწორად მახსოვს და მაშინდელი ის არის რა ქვია და სხვა სულ სევდიანი ამბავია, კიტაც აღარ არის კიტა კვიმსაძე, დათო კვიმსაძე, ცოცხალი და ეს ჩემი თავი ტრაგედიაა, რომ ბევრი ადამიანი ვინცთან ერთადაც ვიზრდებოდი და აღარ არის ცოცხალი, ბევრი მიზეზის გამო და გული მწყდება რომ ასე მოხდა, მაგრამ ფეხბურთი იყო მე ვგიჟდებოდი, ძალიან მიდოდა ფეხბურთელობა და მე ის არ ვიცი ის ფოტო შეგხვდება თუ არა, დედაჩემმა მიმიყვანა დედაჩემზე რომ მეკითხა, დედაჩემმა მიმიყვანა ჭადრაგზე. ერთი დღე ჭადრაგზე დავდიოდი და მე მამუკა ნადირაშვილი იყო ჩემი ბავშვის მეგობარი ასევე. ამ დღეს აქ არის, ამ ფოტოზე არის, თორე ერთად ვიყავით, ამ დღეს ხდება ეგ, ვინც მიმიყვანა ფეხბურთზე და ჩუმად ფეხბურთზე დავდიოდი, ვითომ ჭადრაგზე დავდიოდი და ესე იგი ჩემი თავგადასავლის ფეხბურთთან პირდაპირ კავშირშია, სხვა შორის საქართველოს დამოუკიდებლობა, ესე იგი ეს მოთხოვნა გამიჩნდა 1978 წელს, აი ვალჭამის ფოტო როა, იყო მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაში და პირველად ვნახე როგორ იზეიმეს არგენტინელო მსოფლიო ჩემპიონი და ძალიან მომინდა რომ საქართველოს ნაკრები გამختارიყო მსოფლიო ჩემპიონი, მე ვყოფილიყავი თავდასხმელი და გამეტანა გოლი გადამწყვეტი და მეზეიმა როგორც არგენტინელებმა ისე იზეიმეს რომ გავგიჟდი რა ბუენოს აირესში რო უყურებდი ისე შემშუდა და მეორე დილით ესე დამეზინა ღამე იმის ფიქრით რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი ფეხბურთში და გავიგუძე დილით და ამოაჩინო საქართველოს ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი არც ნაკრები გვაქვს, არც სახელმწიფო გვაქვს, არც დროჭა გვაქვს, არც ბუცები გვაქვს, არც გამაშები და არც მაისური არ გვაქვს და იმ ღამეს დავწერე პირველი პროკლამაცია გაუბარჯოს დამოუკიდებლობა მოვითხოვე 12 წელს ვიყავი და ჩუმად გავაკარი რამდენიმე ხეზე, მაგრამ შორს არა ჩვენ უბანში გასაკვირველია. ფეხბურთის გამო, ასე დამემართა ფეხბურთის გამო. ხო, ეს არის ჩემი, რა ქვია, წინაპრების ფოტო. ესე იგი ბაბუაჩემის, ანუ ესე იგი მე ვარ ქართველი, მამაჩემის მხრიდან, დედაჩემის და ესე იგი იმათ მხრიდან ვარ მეგრელი და ვარ ასეთი შერწყმა, სინთეზი, როგორც შეიქმნა საქართველო, ანუ იბერიელების და კოლხების, ესე იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შერწყმის ნაყოფი ვარ და ერთნაირად არის ჩემში ალბათ, რა ვიცი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ესე იგი მამაჩემის, ანუ პაპაჩემის წინაპრები საიდანაც არიან არის უნიკალური სოფელი ისა ქართლში. ამ ქართლის ქარელის რაიონში არის სოფელი ქვია მოხისი, რომელზეც არის უამრავი ლეგენდა და უამრავი ესე იგი ისტორია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოგონილია ან სხვების, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი სოფელი, რომელიც ქართლში არ იხდიდა გადასახადებს. კახეთში შეიძლება იცით, რომ მთელი ნაწილი იყო კახეთის ქიზიყი, რომელიც თავისუფალი იყო და ქართლში იყო ეს სოფელი ქარელის რაიონი. ჩემი წინაპრები იქ არიან, ეხაც დაკრძალული, მე-17 საუკუნეში ჩასახდნენ ფშავიდან, ანუ ჩვენ წარმოშობით ფშავლები ვართ. ერთი შტო ქართლში დასახლდა, ჯერ დოესში, ასეთი სოფელია კასპში, მერე გადასახდნენ ქარელში და ნაწილი გადასახდა კახეთში. ნუ კახელი თორაშული მეტნი არის. ეს არის, ანუ მე მგონია, რომ ეს, აი წარმოვიდგინეთ, გენეტიკა რა უცნაური რამეა, რომ ამ ქარელის მოხიში თავისუფალი ხალხი ცხოვრობდა, თვითონ რომ გიჟები იყვნენ, გამოთქმაც არის, ხო, გიჟი თავისუფალი. მე ვგიჟდები ამ იმაზე, მეც რაც თავი მახსოვს, ჩემს ზებუნი გიჟიაო და ისე მომწონს ეს, იმიტომ რომ გიჟია ნიშნავს თავისუფალი ხარ და ოღონდ თავისუფალი იყო და გინა გიჟი და რაც კიდე ის დამიზახ. ისეთი დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლება და ძვირფასი არაფერი არის. ხო და მე მგონია, რომ ეს ქართლიდან მოდის, რომ ხო ისე ქართლები სულ მებრძოლი ხალხი იყვნენ, ანუ სულ და ეს თავისუფლება კონკრეტულად მე მგონი ამ ჩემი წინაპრების დასახ. ეხლა რაც შეეხება მეგრელებს, ესენი არიან იყვნენ მარტვილიდან ჩემი წინაპრები და ამ ფოტოზე არიან, ესე იგი, აი ეს სასულიერო პირი იყო, ესე იგი ჩემი ბაბუა და მისი ძმები და ეხლაც დაკრძალული არიან მარტვილის მონასტერში თუ ხართ ნამყოფი, ესე იგი აღმოსავლეთის კედელთან.
არიან ეს ბაბუაჩემი, ესე იგი ჩემი დიდი ბაბუა და მისი ძმები. როგორც ჩანს რაღაც 8 წლის გამო იქ არიან დაკრძალული მარტვილის მონასტერში, ოღონდ თუ კიბიდან ახვალ რა, კიბიდან რო ახვალ მიადგები აღმოსავლეთ კედელს და 3 საფლავი ეს არის ჩემი წინაპრების და სხვა შორის აი ბაბუაჩემი არის ამ ფოტოზე და ძალიან გავს გენეტიკა რა უცნაური რამე, ძალიან გავს ჩემს დიშვილს, ესე იგი ხათუნას შვილს, თორნიკე ბაბუხადიას, აი რო შეხედოთ ზუსტად ესეთია, ძალიან გავს. ანუ რამდენი თაობაა გასული, ვერ გავარჩევ რა. გენეტიკა რა საოცრებაა, რომ მიხეილ ჯავახიშვილს ხო ბევრი ბრალდება წაუყენეს აი მასში რა ქვია, დახვრეტის წინ, ბევრი, რამდენიმე და მათ შორის იყო რომ ახსენებდა გენეტიკას, რომ თვლიდა რომ გენეტიკა არ და საბჭოთა კავშირი უარყოფდა ხო ის გენეტიკა, ეზიზღებოდა გენეტიკაზე საუბარი, მაგრამ სულ ეგ მახსენდება ხოლმე ამ ფოტოს რო დავხედა. ესე იგი როგორ მე რამდენი თაობის მერე ზუსტად ისეთი ადამიანი გაჩნდა, როგორც ბაბუაჩემი აგერ ამ ფოტოზე ჩოხაში გამოწყობდნენ. მარტვილიდან იყვნენ, მასხულიები იყვნენ, მარტვილიდან მასხული. სხვა შორის, ეხა აქ ის მეორე ჩემი, ესე იგი აი ქართლელი პაპა, ანუ დასავლეთ საქართველოში ქვია ბაბუა, აღმოსავლეთში ქვია პაპა. ესე იგი პაპა ჩემის მეცახელი გრიგოლ ტურაშვილი. პაპა ჩემის მეცახელი იყო ყვავილი. ანუ ეძახდნენ ყვავილებით ლამაზი იყო. ესე იგი ასე მეუნებოდნენ ესა ბავშვობაში რომ პაპა შენიო ყვავილებით ლამაზი იყო. ანუ ყვავილს ვეძახდითო, ნუ ეს ქალები რა თქმა უნდა და ნუ ეხლა დეგრადაცია რო საბჭოთა კავშირში რა გვიქნა კი ხედავთ პაპა ჩემი ყვავილებით ლამაზი იყო და სადამდე მივედით კი ხედავთ რა დეგრადაცია მოვიდა ყველაფერი დანარჩენის გარდა გარეგნუათაც რა დაგვემართა კი ხედავთ ეს ხო ეს მე მგონი ეს გაზეთის რედაქციაში თუ სწორად მახსოვს დილის გაზეთის რედაქციაში შეიძლება ვწდები არ მახსოვს ზუსტად მაგრამ სამწუხაროდ ზალიკო აღარ არის ცოცხალი 4 ისა რა ქვია მწერალი ერთად ზალ სამადაშვილი აკა მორჩილაძე იგივე გიო ახვლედიანი ირაკლი ჯავახაძე და მე და ეს ქალი არ ვიცი თავზე ვიღაც ქალი გამოგვესახა და ეს ქალი არ ვიცი ვინ არის ეს ნახდათ არ მახსოვს შეიძლება რედაქციის თანამშრომელია და მის ოთახში ვართ ვერ გეტყვით არ ვიცი ნუ ეს არის ასკარად სუფრასთან ვხედავ ჭიქები ჩანს და არსად არ გვეჩქარება ესე იგი სუფრასთან ვხედავ და ნუ მაინც ახალგაზრდები ვართ და ხო იცი როგორ არის ხოლმე რომ რა დროც არ უნდა იყოს როცა ახალგაზრდა ხარ ის დრო მოგწონს ეს ჩემი მეგობარი და მამამისი სულ კამათობდნენ ხოლმე მამაშვილი რომ მამა იყო მისტიროდა ხოლმე საბჭოთა პერიოდს და ამბობდა ოხ რა კაი იყო და ხო და შვილის უეჩხუბებოდა როგორ იყო კაი საბჭოთა კავშირი ამდენი ხალხი 20 მილიონი კაცი დახვრიტეს კაი როგორ იყო და მოყავდა თავის არგუმენტი და სულ ჩხუბი იყო ხოლმე სუფრასთან და აი სულ ჩაშლა იყო იმ სულ ერთხელაც აღარ იჩხუბეს და კითხე რატო აღარ იჩხუბები მამაშენ ბიჭო მივხვდი რატო მოწონს ისა საბჭოთა კავშირი აღმოვაჩინე და აღარ ვეჩხუბები რატო მეჩხუბი ბიჭო ამასთანავე გავიგეო რომ საბჭოთა კავშირის დროს ესე იგი ახალგაზრდა რო იყო ვლადივოსტოკში ყავდა საყვარელი წარმოვიდგინე ზესტაფონიდან ვლადივოსტოკში სექსის გულისუზო წახვალ ესე იგი რა ჯამტელი უნდა იყო და ის პერიოდი რა თქმა უნდა კარგად გახსოვს ახალგაზრდა ხარ ჯამტელი წამალი შენ არ გჭირდება და არაფერზე არ დარდობდა კარგად ხარ რა ახალგაზრდა რო ხარ და ეხა სიმართლე გითხრა ისა არ ვიცი ამ რა ქვია ერთად რო ვართ ალბათ ის არის რა ქვია სასიხარულო და ჯამთელად თუ რა ზალიკო აღარ არის ცხონებული და ნუ ახალგაზრდები ვართ ხო ეს ნამდვილად მახსოვს რომ ესე მახსოვს რომ დილის გაზეთის რედაქცია ასეთი გაზეთი 90-იანებია ხო ალბათ 90-იანი წლებია კი რა თქმა უნდა ხო 90-იანი წლებია აგერ ჭაბუკი ირაკლი ჭაბუკი გიო ჭაბუკი ზალიკო კი 90-იანი წლებია ხო და ესე აი მე 90-იანი წლებში სულ ეგ მახსოვს ხო ხედავ რანაირ სუფრასთან ვხედავთ ჭიქები ჩანს მაგრამ თებშები და საჭველი არ არის, მაგრამ მაინც ხო იცი, ახალგაზრდა ხარ და ესე გინდა სოიოს კატები ჭამე და გინდა მურაბას მაჭმევდნენ და მაგრამ ხო და ქუჩაში სროლები იყო და ხალხს ხოცავდნენ, მაგრამ მაინც ტკბილად გახსენდება, რომ დავფიქრდი, მაინც 90-იანი წლები რატო გახსენდება იმ ჩემი მეგობრის მამისა. იმიტომ რომ ახალგაზრდა რო იყავი და სულ ოპტიმისტი ხარ და მაინც ბედნიერი ხარ და ლაღი და სულ გონია რომ ყველაფერი მაინც შეიცვლება და უკეთესი იქნება. ეს არის ჩემი საყვარელი ფოტო, გიждები რა. ამ ფოტოს რამდენი კადრი არსებობს, მაგრამ ახლოს ვერ მოვა
ესე იგი ვერც ერთი ვიდეო და კინოქრონიკა ჩემთვის დამოუკიდებლობა საქართველოს პირველი რესპუბლიკა აი ამ ფოტოს ნიშნავს და პირიქით ეს ფოტო ნიშნავს აი თავისუფლებას და ბედნიერებას რა აი დააკვირდით რა სახებით მოდიან ესენი მოდიან ესე იგი სასახლე ქუჩიდან გამოივლიან გოლოვინსკს და ეხლა მიდიან ეს არის 1920 წლის 26 მაისს მიდიან ვაკის პარკში იმიტომ იქ აღინიშნებოდა აღლუმი ტარდებოდა 26 მაისს აღნიშნო და ეს გოგოები შეხედე აი რა ჯერშად აი რო ვაკვირდები ამათ მე ვიცნობ ანუ ეს ხალხი შემხედრეა 100 წლის წინ ხო აი ეხლა ჟურნალისტებმა დამე აი თითქოს ახაც რუსთაველზე დგანან და ახაც რო იბძვიან თავისუფლების აი ნაცნობი სახეები აქვს 100 წლის წინ როგორ მეორდება ეს ისტორია. სხვაშორის მომწონს ეს აცვიათ მაშინდელი დროშის ფერები, ხო ისიც და ახურავთ ბასკურად ჩაპელა ქვია ამას, ბერეტებს ეძახიან ყველგან, მაგრამ ბასკურად ჩაპელაა. და რატომ ახურავთ ეგ არ ვიცი, მაგრამ აი გიჟდები ამ ფოტოზე, ესე იგი ფოტოა და რამდენი რამის მთქმელი, რომ რა ძვირფასია და აი რა მოაქვს თავისუფლებას, აი სილაღე და ბედნიერება როგორც არის ამ ფოტოზე რა და ეს არის ჩემთვის ნამდვილი 26 მაისი რა. ძალიან მაგარი ფოტო. გინატრიათ აი ამ დროში ცხოვრება? ისიც რა არის, რომ ამ დროში ცხოვრება არ მინატრია, იმიტომ რომ ბოლო ვიცი რომ ტრაგიკული აქვს და 1921 წლის 11 თებერვალს რუსეთის არმია ისევ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ისევ მოახდინა ჩვენი ოკუპაცია და მეორე ანექსია. სამწუხაროდ ცუდ მეორე იმას ისეთი უბედურება მოხდა, აი საუკეთესო ნაწილი ამოხოცეს საქართველოში, აი საუკეთესო მართლა ელიტარული. და ნუ ბევრი უბედურება მოყვა სამწუხაროდ, ხო? იდეაში ხო ისეთ რომ ეს ქვეყანა ეს სახელმწიფო, ხო, პირველი რესპუბლიკა არის უნიკალური ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ევროპაში და მithumეტად ჩრდილოეთ ევროპაში სოციალურ თანასწორობაზე დაფუძნებული ასეთი ტიპის სახელმწიფოები ევროპელებმა, აი ჩრდილოეთმა განსაკუთრებით, საუკეთესო სახელმწიფო შექმნეს მეორე მსოფლიო ომის მერე და საქართველო იყო პირველი მსოფლიო ომის მერე პირველი სახელმწიფო დედამიწაზე სადაც სოციალ-დემოკრატებმა არჩევნების გზით მოიგეს პარლამენტი. ეს იყო პირველი ასეთი ექსპერიმენტი და სხვა შორის ეს რო არ მომხდარიყო საქართველოს ოკუპაცია, მართლა საოცარი ქვეყანა ვიქნებოდ, ყველაფერს თავი დავანებოთ ამ პატარა, აი თავისუფლება რა არის, ნამდვილი თავისუფლება. ამ პატარა ქვეყანამ მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ მენშევიკების ეგრეთ წოდებული მათი აპოლოგეტი და ბევრი კრიტიკაც მაქვს, კრიტიკული აზრი მათი მოღვაწეობის შესახებ, მაინც მოახერხეს რეფორმების გატარება და 6 ომი მოიგეს. წარმოგიდგენთ, როგორც კი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ 1918 წლის 26 მაისს ხო გამოვაცხადეთ 27 მაისი რო გათენ და ეგრევე შემოგვიტიეს რუსებმა მოადგნენ დარიალით ისა მოხევებს და 300 მოხევ იომა თვენახევარი სხვა შორის აქეთანაც უტევდნენ, იმიტომ რომ სუყავდათ ხო ისინი ნებისმიერ დამყრობას, ეგ მარტო რუსებს არ ეხება, ოსმალეთი იქნებოდა სპარსეთი ან სხვა, სულ ეგრევე მოძებნდნენ ხოლმე ჩვენგან მოღალატეებს და იმათ იყენებდნენ ჩვენს წინა. როგორც კი შემოგვიტიეს იქიდან რუსებმა, ეგრევე მოძებნეს საქართველოში და აქედანაც უტევდნენ. 300-მა მოხევემ გაუძლო ამ შემოტევას და გადაგვარჩინა, თორე 3 წელი კი არა, 3 დღე ვერ იარსებებდა საქართველოს რესპუბლიკა. ის თავისუფლება ისეთი მაგარი აღმოჩნდა, რომ დღემდე იმით ვსუნთქავთ. 3 დღე ვერ გავძლებდით მოხევებს რო არ ევაშკაცათ 1921 წელს 27 მაისს ეგრევე შემოგვიტეს. რამდენიმე ათასიანი რუსული არმია შეაჩერა 300-მა მოხევემ. ეს საოცარი ისტორია. 300-ის პარტელის ამბავი ყველა მიჩნდა. მოხევების ამბავი არ იციან, მაგრამ საოცარი ისტორია, საოცარი. ეს არის ფოტო იმის დასტურად, რომ რუსეთის იმპერია კი მძულს, მაგრამ ადამიანები არ მძულს და ლიტერატურა მით უმეტეს. ეხლა პუტინმა რამდენიც აღარ დაგვბომბოს, ეხლა რუსული ლიტერატურა ესგან მაინც უნდა მივიღოთ სიამოვნება და მე მგონია, რომ თავარი სიკეთე რაც რუსეთის იმპერიისგან დაგვრჩა, ეხლა ამდენ ბოროტებასთან ერთად რაც 200 წელი გამოვიარეთ, თავარი სიკეთე მაინც რუსული ლიტერატურა და რუსული ცოდნა. ანუ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ შულებს უკვე აღარ შეუვლებთ. შეგვიძლია რუსულად, ანუ ორიგინალში წავიკითხოთ მათი საუკეთესო მწერლების ტექსტები და ნუ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალია სერგეი დავლატოვი და ერთი პერიოდი იმდენს ვკითხულობდი და ისე შემიყვარდა, რომ ნიუ-იორკში მივიდიოდი და გადავწყვიტე, რომ მისი საფლავზე დამედო ქვინსში არის დაკრძალული დამედო ქვა, იმიტომ რომ ყვავილების ნაცვლად ქვებს აწყობენ ებრაელების საფლავზე და წავიგეთ საქართველოსდან ეს რომ ქართული ქვა დამედო მის საფლავზე და მაგრამ არ აღმოჩნდა ადვილი ძებნა და ისა მოძებნა. იმიტომ რომ ეს ქვინსის სასაფლაო არის უზარმაზარი, იყო ზამთარი.
იყო 20 გრადუსი ყინვა, აი ჩემთვის წარმო დიდი თოვლი. და ესე ძლივს მოუძებნე და დამეხმარა სხვადასხვა ქართველი რომელიც აღმოჩნდა ასევე დავლატოვის თაყვანისმცემელი და მან მიმაგნები და ეს ქვე დავტოვეთ და რო გამოვდიოდით უკვე ამ სასაფლაოდან ანუ ქუჩებით არის დანომრილი არ არის ადვილი მის რო გამოდო მაინც ეს შევასრულე რომ გამოვდიოდით ასეთი ამბავი დამემართა დავინახე რომ ახალი გათხრილი საფლავი იყო იმიტომ რომ ხო აი ეტყობა ეგრევე ჯერ მიწა მიყრილი ქონდა და ყვავილებით იყო სავსე და ვიკითხე ვისი და აღმოჩნდა ოთარ სეფიაშვილის ანუ ადამიანს რომელიც ჩემ ბავშვობაში ერთადი ნათელი და კაშკაშა წერტილი იყო იმიტომ რომ შაბათობით უშვებდნენ ხოლმე გადაცემას ერქვა ილუზიონი ფილმებს რომელსაც მთელი კვირა ველოდით სამშვიდობისა. ეს ადამიანი ჩემთვის აღებდა სარკმელს, ფანჯარას მოკლედ დანარჩენ სამყაროში და თურმე გარდაცვლია ჯერ 40-იც არ იყო გასული. და აი გაუკვალავი იყო სხვადასხვა სულ ფორთხით მივედი, მაგრამ ისე მინდოდა რომ მადლობა რაღაცნაირად გამომეხატა მადლიერებმა. მე სხვაშორის რომ გამოვიდით ამ სასაფლაოდან, გამახსენდა რომ მისი ცოლი ამ დავლატოვის ცოლი იქვე ცხოვრობს ქვენსში და მასაც ვესტუმრე სახში და ვუთხარი რომ როგორ გადამარჩინა დავლატოვმა და მართლა გადამარჩინა დავლატოვმა, იმიტომ რომ 2008 წელს რომ დაიწყეს თბილისის დაბომბვაც და დანარჩენი საქართველოსის რუსებმა რომ არ ვიცოდი ეტყობა სასოწარკვეთილებისგან თუ არ ვიცოდი რა მექნა რა და აი წარმოვიდგინეთ რომ ომი რა საშინელება რომ ერთ-ერთი რაც მოვიფიქრე რომ გადმოვიღებ მეთქი რუსულ წიგნებს და ჩავიტან ეზოში და ბავშვების თვალწინ დავწოვ ესეთი საშინელება მოვიფიქრე იმიტომ მივხვდი რომ უძლური ვარ აი თვითმფრინავი რომ მოფუნოს და შენ აპრედაღებული ბავშვები ასე პირდაპირჩენილი შენ რო შემოყურებიან რა უნდა ქნა შენ სხვა არიცი რა უნდა ქნა და მე ვიფიქრე ასე დემონსტრაციულად ჩამოვიდა და დავიწყე გადმოღება ნუ დაოსტოევსკი გადმოვიღე მივაყოლე მე ნელ-ნელა სხვა წელები და გადამარჩინა დავლატოვმა აი ვაღიარებ და ცოლს მოუყევი ლენას ეს ამბავი რომ დავლატოვზე რომ მივედი მივხვდი გამახსენდა რა ისი წაკითხვის დროს როგორი სიამოვნება მიიღებენ და მაშინ მივხვდი რომ ესე იგი ომი მართლა რა საშინელება რომ ესეთი რამ შეიძლება მოიფიქრო რომ ჩამოიტანო წიგნები სხვა შორის არ დავწვით რა თქმა უნდა მაგრამ მოვაწყეთ მაშინ აქცია რუსეთის საელჩოსთან და მართლა მივიტანეთ რამდენიმე წიგნი რუსული ეს ჩემი იდეა არ იყო რა თქმა უნდა ეს არის მილან კუნდერას იდეა ცნობილი ჩეხის მე რომ საფრანგეთის მოქალაქე გახდა დიდი მწერლის სხვათა შორის მილან კუნდერასი რომელმაც საპასუხოდ იოსიფ ბროდსკის საპასუხოდ იოსიფ ბროდსკი ძალიან მაგარი პოეტი იყო ძალიან მაგარი პოეტი იყო ნამდვილად რა რუსი პოეტი დიდი პოეტი რა მაგრამ მე წავიკითხე მისი ლექსი უკრაინის დამოუკიდებლობაზე და ჩემთვის პოეტი ამ მწერალი რომელიც სხვის თავისუფლებას ვერ ხედავს და არ დარდობს თვითონ ვერ ხდება თავისუფალი და ამიტომ გული ამიცრუდა ბროდსკიზე თორე ვაღიარებ რომ მართლა გენიალური დიდი პოეტია მოკლედ ამ გენიალურ დიდ პოეტსაც შეუძლია შეცდომა დაუშვას და დაუშვა ასეთი შეცდომა დაწერა რომ ესე იგი სადაც კი შედიოდა რუსეთის არმია ასეთ საოცრებად დაწერა ნუ კარგი წყალებში საოცრებად შექონდა წიგნები ლიტერატურა და კულტურაო და მილან კუნდერამ დაუწერა საპასუხოდ ესე იგი დიდმა ჩეხმა მწერალმა დიდ რუს პოეტს 68 წელსო მე ეტყობა ახალგაზრდობით მომივიდა ახალგაზრდა ვიყავ რომ დავინახე პრაღაში რუსული ტანკები რომ შემოდიოდა მე მეგონა ბომბების მაგივრად წიგნები ისა მოქონდათო და კარგად გადავამოწევ ბომბები აღმოჩნდაო და ხო და ეს გამახსენეთ ანუ მისგან მოდის ეს იდეა ასე რომ რა ვიცი კიდე როდის დაბომბავს ჯვარი წერია და ღმერთმა უქნას პუტინი მაგრამ რა ვიცი არ ვიცი დავლატოვის და წიგნების სიყვარულს თუ ჩამიკლავს მე ეჭვება მაგრამ ნუ რუსეთის იმპერია რო არასოდეს მეყვარება ეს დანამდვილებით ვიცი რომ ყველა საშინელება მით უმეტეს ჩვენთვის და მით უმეტეს ბოლო 200 წელს მანძილზე აბა გამოვუშვით ეს მე მგონი ნინია მაჭარაშვილმა გადამიღო ეხა არ ვიცი ზუსტად ეს არ მახსოვს იმიტომ რომ მაინც აღელვებულ და ეიფორიაში ვიყავით ეს არის მეხიკოში სახლი სადაც ცხოვრობდა დიდი გაბრიელ გარსია მარკესი და
ასეთი უცნაური ამბავი დაგვემართა, გავაჩერეთ ტაქსი, მივდიოდით ნინია მაჭარაშვილი, დავით გორგილაძე, კიდე სხვაებიც იყვნენ და მოკლედ ეს მახსოვს, რომ დავით ძღოლს უთხარით, რომ რა ქვია, მისამართი ხო ვიცოდით, სად იყო, ცეცხლის ქუჩა 154, როგორც ფოტოზე როგორც აწერია პირდაპირ შესასვლელში და რო ვთქვათ, უი მარკესის სახლში მიდიხართ, თუ ძღოლმა და ჩვენს გაგვეხარდა, რომ იცით რომ მან მარკესი ცხოვრობდა და გაგიჟდა ეს კაცი, რამდენჯერ მყავს ამ მანქანით მიყვანილ და წინა მანქანით ხო სუმე დამყავდაო. თურმე პირი რო ჭირდებოდა ტაქსი მე მირე, ანუ აღმოჩნდა რომ მარკესი, ანუ 30 მილიონი კაცი ცხოვრობს მეხიკოში, 30 მილიონი და მაინც და მაინც მარკესის ძღოლი შეხვდა და აღმოჩნდა რომ ჩემს ჩავიწერეთ სხვა შორის მისი სახელი გვაქვს და აღმოჩნდა რომ მარკესის უზაყვარლესი ტაქსის ძღოლი იყო და მან მიგვიყვანა ამ სახშიდან. ნუ სხვა შორის ეხლა ჩვენი ეგრეთ წოდებული მაგიური რეალიზმი ჩვენთანაც ხან ოთარ ჭიაძეს განიხილავდნენ როგორც მაგიური რეალიზმის ქართულ ფუძემდებას, ხან გურამ დოჩანაშვილს, მოკლედ. მაგრამ სინამდვილეში ეხლა მე სულ არ მიკვირს, რომ რაც მარკეს ხო კოლუმბიელი მწერლისთვის და მასთვის ქართველისთვის სულ ადვილია ამ სეთ რეალიზმში ცხოვრება, იმიტომ რომ ლიტერატურა ეგ არის სინამდვილეში და ადრე თუ გვენ ჩვენს ასეთ ლიტერატურას შევქმნით, სულად დაწმენდით, თუმცა ეს დიდი მწერალია, ძალიან დიდი მწერალი და მან რადიკალურად შეცვალა სამყარო და საბედნიეროდ ჩვენ ყავს შესანიშნავი თარგმნელები და თითქმის ყველაფერია თარგმნილი მარკესის რაც ქართულად არის. მეც მინდოდა სხვადასხვა თარგმნა მისი ერთი წიგნის, რომელიც არ იყო თარგმნილი, ეხლა მე მგონი თარგმნეს მიგელ ლიტინის საიდუმლო მოგზაურობა ჩილეში ასეთი და მივწერე მას წერილი დავით პაპავა ასეთი ადამიანი, ვინც დადგა მარტოობის მას მისცა უფლება და მან ჩაუტანა ისა რა ქვია, ჩემი წერილი იმას და მან თანხმობას გამომიგზავნა და სხვა შეს მაქვს ის შენახული მისი თანხმობა მარკესის, პირადად მარკესის თანხმობა მისი წიგნის თარგმანზე, ასე რომ ესე იგი მეც მაქვს ასეთი პირადი ურთიერთობა დიდ და გენიალურ გაბრიელ გარსია მარკესთან და ნუ სხვა შეს მეხიკოსთან დაკავშირებით ბევრი რამე მაინტერესებს, ეხლა წარმოვიდგინე 30 ისა მეხიკო რა არის სამყაროში და ძალიან მინდოდა გამეგო ერთი სულ მაინტერესებდა მაგალითად. კიდე ნუ ბევრი რამე ვნახეთ, მოვასწარით ისა. ბევრი ვერ მოვასწარით, ცოტა ხანს ვიყავით. მინდოდა გამეგო, ესე იგი როგორ ცხოვრობდა ორი ესეთი გენიოსი ერთ სახლში, ცოლ-ქმარი იყვნენ, დიეგო რივერა და ფრიდა კალო. ვერაფერ ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლება ორი ასეთი ხელოვანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდეს და ოჯახს ქმნიდეს. მე ძალიან მიჭირდა ამის სახლს და სპეციალურად წავედით მათ სახლში, რომ ეს გამეგო. თურმე და ეს ჩემი ეჭვი ძალიან საფუძვლიანი აღმოჩნდა. ერთ ჭერქვეშ კი არ ცხოვრობდნენ. ერთ ეზოში ცხოვრობდა სხვადასხვა სახლში და გააქვთ ხიდი გადებული. ერთი წითელი სახლია, მეორე მწვანე, ნუ სხვადასხვა ფერის, ან ლურჯი. ნუ სხვადასხვა ფერებში ახშევა და ხიდი აქვთ. ანუ ფრიდა კალო სანამ არ გაზახებდა, რომ გადმოდი ლობიო გაჭამო, მანამდე ვინ მიუშვებდა დიეგო რივერა. ხო და სხვა შეს ლობიო, კარტოფილი, პომიდორი, სიმინდი, ყველაფერი, რაც მექსიკიდან შემოიტანეს 1492 წელს ესპანელებმა და იმ სანაპიროდან მოკლედ. ყველაფერი არის სხვანაირი. და ვიფიქრე, კაცო, ძალიან გემრიელია, არ გავს რა ჩვენ გვაქვს. და ვიფიქრე, რომ რატო განსხვავდება ეს და მე მივხვდი რატო, იმიტომ რომ იმათვის, იმ ადგილობრივი ცივილიზაციებისთვის, ესენი ხო დამპყრობლები იყვნენ. დამპყრობლებს გამოატანეს ცუდი კარტოფილი და ცუდი პომიდორი, თავისთვის დაიტოვეს გადასარეგა, ასე რომ სხვა შეს ჩვენთან რო შეგხვდებათ ხომ, ხო იცი მენიუებში უწერიათ კარტოფილი მექსიკურად. ეგ არსად არ არის მე ეგეც რა მაგარი. და ლობიო მოაქვს დილით, ისე გამიკვირდა რომ დილით მეთქი ლობიო, თან ლექცია მქონდა იმ დღეს, დილით რომ მომიტანეს ლობიო, მეთქი ლობიო როგორ ჭამოდა. ასე შებერილი საწავიდა ლექციის ასაკითხად, რა უთხრა მექსიკის ხალხს და აღმოჩნდა რომ სულ სხვა არის ლობიო, აი სულ სხვა მადლია, სულ სხვა რამე. ყველაფერი სხვანაირი, ხო და ხო და მოკლედ ეს მარკესი. აბა შემდეგი თორე ვეღარ მოვასწრებთ. ხო, ეს არის მაკა კეკელიძესთან ერთად გადაღებული ფოტო. სხვა შორის მაქვს ნანახი, ესე იგი ნუ პარიზი ხო ჩვენთვის ძალიან ის არის, რა ქვია, ძალიან ქართული ქალაქია, ასეთი წიგნი მაქვს დაწერილი. ფრანგებმა ძალიან დიდი პატივი მცეს, მოკლედ ალბათ ჩემს სასამართლოზე ეგ მუხლიც მეკუთვნის საფრანგეთის აგენტი, იმიტომ რომ
რეზიდენცია დამითმეს პარიზში, არსებობს მწერლების და ხელოვანთა და მწერალთა რეზიდენცია და გითმობენ ფრანგები და აქ არის ალბათ იცით ფრანგული ცენტრი, ალექსანდრე დიუმას სახელობის და ფრანგული ინსტიტუტი და მოკლედ ეს მათი რეკომენდაციით და მათი დახმარებით მოხდა და იქ დავწერე წიგნი, ფრანგულ-ქართული წიგნი, ასე ქვია პირდაპირ პარიზის ქართული სიზმრები და ეს მაკას ბებია, ესე იგი მაკა კეკელიძის ჩემი მეუღლის ბებია 1920-იან წლებში გაიპარა საბჭოთა საქართველოსთან ოკუპაციის შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ბევრი ვერსია ქონდა. ახალგაზრდა ქალი, ნუ გოგო იყო რა. ბევრი ვერსია ქონდა, სხვათა შორის, რომ ესე იგი ლიდა ერქვა. ლიდა კორძაია. ესე იგი, მისი დიდი ბებია რა, და გაიპარა და რა ვერსია ქონდა, რომ შეყვარებულს გაყვა, რომ საბჭოთა რეჟიმი ძულდა და ნუ ხო და ნუ ამერს ვერცაც ვერ გამოვიცხო, მაგრამ თავარი მიზეზი ის გამოც გაიპარა, უნდა და სორბონის უნივერსიტეტში ისა სწავლა, ხო და ჩემი შვილს რომელიც ფრანგულს სწავლობს, მინდა ვთხოვო ხოლმე რომ იქნებ გახდეს სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ლიდა ბებია მეუნები, საბჭოთა კავშირი გადაიპარა, ესე ოსმალეთში გადავიდა, ესე ხეტყე, მაჭახელათი და ქვია, რატანჯვა გაიარა, ჩაიღწია სტამბულიდან მარსელიდან პარიზში რომ ისწავლა სორბონის უნივერსიტეტში და მოკლედ ვიყავით მის საფლავზე ეს ამ ფოტოს გამო გამახსენდა საფრანგეთში და ვიყავით მის საფლავზე ლევილშია დაკრძალული მაკას დიდი ბებია და მივაგეთ პატივი სწავლის გამო გაპარული არ ვიცი ხო ის ბევრი წავიდა ბევრი მიზეზის გამო მაგრამ სხვა არ ვიცი რომ სწავლა უნდა სხვა შეიძლება კაკუცა ჩოლოყაშვილი თუ გინახავთ ფოტო გაიხოსრო ერქვა სინამდვილეში ჩვენ შინაურულად კაკუცას უწოდებთ რომ გადავიდნენ უკვე ოსმალეთში გადაიღეს ფოტო და აი ძალიან ძიმე ფოტოა რა ისეთი სევდიანების ხედან რა ლელო ჩიქონეს მისი თანამებრძოლი ალექსანდრე სულხანიშვილი ხო და წასვლის წინ უთხრა თურმე მიხა ხელაშვილს ჩვენს შესანიშნავ პოეტს რომ წამოდიო და ისა სორბონაში ჩააბარეო და მიხა უთხრა ვერაუ საქართველოს ვერ დავტოვებთ რომ განა არ მინდა სწავლა და სორბონაო და ყველა სულ ეგ მახსენდებოდა ამ ლიდას ხო და ეს წავიდა და გაიპარა და ჩააბარა და გახდა სტუდენტი სორბონის უნივერსიტეტის მაკაზეც გითხარით ბებია ბები ხო ძალიან საინტერესოა კი მაკაზე რა უნდა გითხართ მე მგონი ეტყობა ყველაფერი ისა რა კი სახეზე ყველაფერი ეტყობა და რა სახელით გვარით აი მაკა კეკე სხვა შორის მე გეტყვით რატო იმიტომ რომ ბავშვობიდან არ მიყვარს ეხლა წავიკითხე ლაშას ხარტიშვილმა არაჩვეულებრივი წიგნი დაწერა მე ესეთი წიგნი ქართული თეატრის ისტორიაზე არ წამიკითხავს მაგრამ ერთი შენიშნო მაქვს ლაშას ჯერ მადლობა უნდა უთხრა რომ ესეთი სახელმძღვანელო ანუ ვისაც თეატრი უყვარს ეგეთი წიგნი მე არ წამეკითხ მაგრამ არ მიყვარს ეს დაგვრჩა მემკვიდრეობად რუსებისგან ალბათ მანამდე ეს არ იყო ჩვენთან რომ ესე იგი გვარსო წერენ სახელს კი არ წერენ სახელის პირველ ასოს ხო და ესეთი რამე აი არ ვიცი თუ მიგიქცევთ ყურადღება ინერცით ახლაც ეხა ლაშას სკოლიაში უწერია ავტორი ესე რა და ეს არ მომეწონა უნდა უთხრა ლაშას რომ და სხვებსაც მინდა უთხრა ვისარგებლო შემთხვევით რომ ადამიანს მაგიტო აქვს სახელი და სანამ გვარი გაჩნდებოდა ჯერ სახელი გაჩნდა არ შეიძლება რომ პირველი ასო როგორ კაცო მაკა კეკელიძე არის ადამიანი სანამ ცოლი გახდებოდა და სანამ დედა ხო ადამიანი ასევე არის ჩემთვის შირუსტაველი არ არსებობს ისე როგორც პუინგაროყვა პავლე ინგოროყვა გენიალური ადამიანი ხო გესმის აუცილებელია და ქართულში არის რაც თავარია ჯერ სახელი მერე გვარი სამყაროში ასე მოხდა ჯერ სახელი გაჩნდა მერე გვარი და მაგრამ ამიტომ ვახსენე ყველას ასე მოვიხსენიებ მე სახელი და გვარი იმიტომ ეს სპეციალურად გამიზნული იყო შენ არ იყავი ადამიანი საბჭოთა რეჟიმის თავარი არსებობს მასა და ხალხი ამ ხალხის ბედნიერების ადამიანი თუ შეეწერ აბე არ არის და 20 მილიონი მოკვდა პირიქით კარგი სახელმწიფო არის იქ და ის სადაც თავარი ღირებულება არის ადამიანი ერთი კონკრეტული ადამიანი ვისაც ყველას აქვს სახელი და გვარი ამიტომ მე მინდა ხომ ამას გამიზნულად ვაკეთებ რომ ყველა მიცოდეს ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი ყველა აი 8 მილიარდი ხო ვართ დედამიწაზე ყველანი ვართ ერთადერთი და განუმეორებელი გვაქვს სახელი და გვარი ამიტომაც მადლობა მაკა კეკელიძეს ამდენი გაძლევისთვის მაგრამ რა ვქნა ეს არის ძალიან მაგარი ფოტოა სამი ერთად სამი და როგორც ჩეხოვი იტყო და სხვა შორის ეს სამი და ჩეხოვმა საქართველოში დაწერა ბათუმში სადაც ცხოვრობდა ჩეხოვი იქვე არის ძალიან ახლოს ის სახლი სადაც გადადიოდა ხოლმე ჩაის დასალოდ სადაც სამი ქალიშვილი ყივდა იმ ოჯახის მასპინძელს და
ასე რომ ჩვენ ტოლსტოიმაც აქ დაიწყო წერა, მაქსიმ გორკიმაც, ასე რომ დავლატოვის გარდა ყველა მაქაიდგა ფეხი და ენა და ჩვენ ვარ ყოფილიყავით რა ექნებოდათ, ერთი რა ლიტერატურა ექნებოდა, მაგასაც ვნახავთ. ეს არის ხო ანაკო, ანა მარიამი, ლიზა, იგივე ლიზა რაზა და სოფიო. მესამე ეს ხედან კიბეზე, აი უკან თუ ხედავთ, იქ მყინვარწვერი ჩანს, ეს არის ჩემი საყვარელი სანახაობა. ესე იგი მე ვარ ნამყოფი ჰიმალაის მთებშიც, ანდებშიც. ნუ ალპებშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ მე მგონია რომ აი როგორი 8000-იანებიც მინახავს, ეხლა ანაპურნაც კი მინახავს და ისა სხვა მწვერვალები, მაგრამ მე მგონია რომ მყინვარწვერზე კომპოზიციურად შეიძლება ეხლა ის გერგეტისთან ერთად და ამიტომ არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ ქართველი ვარ და ძნელია ჩემთვის ვიყო ობიექტური ამ შემთხვევაში. ნუ ადამიანის ეცობთ, მაგრამ მე მგონია რომ ამაზე მაგარი სანახაობა, დილით რომ გაიღვიძებ და პირდაპირ მხრიდან გახედავ გერგეტს და ისა სამებას და მყინვარწვერს, მე მგონი ესეთ დედამიწაზე არ არსებობს. ასეთი ლამაზი არაფერი არ არის ჩემთვის და მოკლედ მათი ესე იგი დიდი ბებია ჩოფიკაშვილი იყო და ეს მათი სახლია აზბეკეთში გადაღებული, როგორც მოხევები ამბობენ. ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მოხევებს გარდა იმისა, რომ უნიკალური ისტორია აქვს და 300 მოხევის ამბავს უფრო მეტი დაფასება ჭირდება და უფრო მაგარი ამბავი და 300 სპარტელის მათში რაც მომწონს აი მთის ქართველებში ჭარბად აქვს განსხვავებით სხვებისაგან მე მგონი ჭარბად აქვს იუმორის გზნობა და გიჟდებ. ჩემთვის იუმორის გზნობა არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მახასიათებელი ადამიანში, ინტელექტის, ხასიათის, სიცოცხლის, აი ყველაფრის რა იუმორი არის გარდამიშვა დიდი ძალა, დიდი მახასიათებელია და მოკლედ ეს არის აზბეკეთში გადაღებული სამი და ერთად. რომელი ხო, აი ამ ფოტოზე კარგად ყველაზე მეტად თქვენ. არც ერთი და არც ერთ მაინც არ გვანან და აი ყველაზე კარგად ჩანს ამ ფოტოზეც კი ჩანს სამივენი როგორი განსხვავებულები არიან, აი რადიკალურად. აი ერთი შეხედვითაც კი ჩანს, სულად განსხვავებული. ხაშოს ეგ არის რომ ხო იცით აი იმ რა ქვია ამერიკულ ფილმებში თითის ანაბეშტებს რო უღებენ ადამიანებს, რატო უღებენ რომ დაპატიმრებულს 8 მილიარდში არ მეორდება ანაბეშტი და როგორ განმეორდება ადამიანის ხასიათი, გული, თვალები და ტვინი არ განმეორდება. ყველანი ვართ განუმეორებელი მაგას ნიშნავს. ერთადერთი და ზუსტად ისეთები როგორც მარტო ჩვენ ვართ. კარგ სახელმწიფოს ვერ ვქმნით, თორე ქვეყანა გვაქვს ყველაზე მაგარი და ყველაზე გენიალური და ცოტა მოვლა გვიჭირს და კარგი სახელმწიფო შექმნა და იმედია შევქმნით. აბა, წავედი უკვე დამაგვიანდა და დაიწყო. რომელი საათია? ამის გარშემო სადღაც. რომელი საათია? რომელი საათია? ტოშინოშინი დავთმეთ და ტოშინოშინი მერე, ჰა? 3:20. ვაიმე, 3:20 წუთია დავიღუპეთ. ხო, ეს არის ფოტო, რომელმაც იმ მოვლენის ადამიანს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ადამიანზე მეტია და რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, ისე მოხდა რომ მე ბავშვობაში არ მყოლია ძაღლი, არც ჩემ მშობლებს არ ყავდათ და ანუ არ ვიცოდი, არ მქონდა ეს გამოცდილება და კარგად ვერ ხვდებოდი ადამიანები როცა ლაპარაკობდნენ ძაღლების ან საერთოდ ცხოველების სიყვარულზე, რა ტიპის სიყვარული იყო და ჩვენმა შვილმა ლიზამ მოიყვანა და თქვა რომ მე გავსდიო, იმიტომ რომ დაიწყეს ბავშვებმა რომ ძაღლი მოიყვანა ძაღლმა, სადაც რამდენჯერ მივედით იმაში ზოო მაღაზიაში. იმდენჯერ მან მკითხა რომ თქვენ გავსდი, მე ვთქვა მე ვერ გავსდი არ მაგდო. აბა ამათ ვერ ვანდობ, ანუ პატარები რო იყვნენ, რომ ესო დიდი პასუხისგებლობაო და მე გავსდიო. დაიწყო მისი გაზდა, მაგრამ სწავლა მოუნდა. წავიდა ესპანეთში, დაადგა გენეტიკური კავშირი გამოიყენა და დაადგა. შეისწავლა ესპანური, წავიდა ესპანეთში სასწავლად. იქ სწავლობს, იქ მუშაობს. ძაღლი დავრჩა ჩვენ. რა ქვია? ტაფი, ქვია ტაფი. ეს არის მალტური ჯიში, მალტურად ტაფი პატარა გოგოს ნიშნავს და პატარა გოგო იყო. მე პირველად რომ მოიყვანეს მეძინა და რომ გავიღვიძა ასე თოვლის გუნდა მედო აქ. და ესე აი გუნდა რა, როგორც ვერ შეეხების. და სამწუხარო დაემართა ენტეროვირუსი, თუმე პატარებს ემართებათ, რომ მივიყვანეთ კლინიკაში გვითხრესო ესო ვერ გადარჩებაო, იმიტომ რომ ორგანოები არ ქონდა ჯერ და უკვე დაემართა. ეთყობა ვერ შევიკავე თავი თუ რა ვიცი, წემლი მომადგა თუ ის კაცი მიხვდა რომ მეც ვკვდებოდი ამასთან ერთად. მე ვთქვა იქნება გადარჩეს მეთქი. ნუ აზრი არ აქვს რა და ეს მახსოვს შევიწვიტე იმ პალატაში სადაც დააწვინეს და იწვა ორ დიდ უშუალებელ ნაგასთან ერთად. ეს შუაში იწვა და აი გაოგნებული რომ ამ ხალხში როგორ მოხდა და ისინიც მაგრა გაყურებული ზემოდან დაყურებენ ამ თოვლის გუნდას.
ამას წვეთოვანები დაუყენეს და სხვა შორის იყო დეკემბრის ბოლო და ერთი კვირის მერე დაგვიბრუნეს და გადარჩა. და 31 დეკემბერი იყო სახში რომ მოვიყვანეთ და ეს არის 31 დეკემბერი, რომელიც მე ახალი წელი არ მიყვარს კოლექტიური დღესასწაულები, ეს იყო ახალი წელი, როცა ისეთი ბედნიერი ვიყავ, იმდენი დავლია. და ეს სტაფი არის ესე იგი აღმოჩნდა საოცარი მოვლენა. ის კი არა რომ ოჯახის წევრი გახდა და ესე იგი როგორ შეცვალა ჩემი სამყარო და ის სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობდი, თავიდან კი არ აღმომაჩინინა. უბრალოდ სულ სხვა დამანახა და თურმე რამდენი რამე არ ვიცოდი, ამ ერთი ბეწო მოვლენამ ეს როგორ მოიტანა ჩემ ცხოვრებაში, ეხლაც გიждდები, რომ ეს რაც ალბათ თავარი რაც აქვს ძაღლებს და საერთოდ ცხოვრებს, ეს უანგარობა და უპირობო სიყვარული და ეს ხო გესმით, სულ ხუმრობ ხოლმე, რომ აი შვილებიზე განსხვავებით არასდროს არ უთქვამს, რომ ჩამერიცხე 20 ლარი და ისე რა ქვია 30, მე ხო უმატებენ ხოლმე. მაგრამ თავარი მაინც არის სიყვარული, რომ მას არაფერი არ უნდა, არაფერს არ გთხოვს, მარტო სიყვარულს და თამაშს. ხო და მე შვილები ხო იცი როგორ არის, რომ იზდებიან, სულ გინდა შვილებს ჩაეხუტო, მაგრამ იზდებიან და ისა დიდები არიან, ვეღარ ეხუტები. და ეს სულ ბავშვია რა, სულ თამაში უნდა. და რომ არაფერი ამისანაც თუ აი არაფერი სიყვარულის გარდა, როგორც რეზო გაბრიაძე იტყოდა და საოცარი მოვლენა, აი ესე იგი შენ გაიძულებს რომ შეიცვალო რა და სხვანაირად დაინახო სამყარო და ადამიანები, არა მარტო ცხოველები, ხა ცხოველებსაც ხო ვერ ვამჩნევდი, ყველაფერს ხედავ, ყველა ცხოველს ხედავ, ყველა ძაღლს, რომ ადამიანებს შეხედო სხვანაირად და ისე შეიყო როგორც ვერც კი წარმოგედგინა მანამდე რა და ღირებულებებზეც ისე დაფიქრდე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, აი ყველაფერზე დაფიქრდე. ასეთი საოცრება მოიტანა ტაფიმ, ასე რომ დიდი მადლობა მას.